იაკობ ხუცესი, წამებაი წმიდისა შუშანიკისი, დედოფლისაი. იყო მერვესა წელსა სპარსთა მეფისასა, კარად სამეფოდ წარემართა ვარსქენ პიტიახში, ძე არშუშაისი, რამე თუ პირველ იგიცა იყო ქრისტიანე, ნაშობი მამისა და დედისა ქრისტიანეთაი. და ცოლად მისა იყო ასული ვარდანისი, სომეხთა სპასპეტისაი, რომლისათვის ესე მივწერეთ თქვენ და მამისაგან სახელით ვარდან და სიყვარულით სახელი მისი შუშანიკ. მოშიში ღვთისაი, ვითარცა იგი ვთქუთ, სიყრმისგან თვისით. და უკეთურებისა მის სახისა ქმრისა მისისაისა, მარადის გულს ეტყვინდა ევედრებინ ყოველთავე ლოცვის ყოფად მისთვის. რაითამცა ცვლა იგი ღმერთმა სახისა მისგან უგუნურებისა და იქნამცა გონიერებასა ქრისტესსა. ხოლო ამის უბადრუკისა და სამგზის საწყალობელისა ვარსქენისი ვითარმე ვინ თქვას ყოვლად განწირულისაი, ვითარ იგი განაგდო სანატრელი სასოებაი ქრისტესი. ანუ ვინ არასტიროდის მას, რომელსა არა ჭირი ეხილვა, არცა შიში, არცა მახვილი, არცა პყრობილებაი ქრისტესთვის. რამე თუ რაჟამს წარდგა იგი წინაშე სპარსთა მეფისა, არა თუ პატივისა მოღებისათვის, არამედ ძღნად თავსათვისა შესწირვი და მეფისა მის მიმართ, უვარის ყოფითა, ჭეშმარიტისა, ღმრთისაითა და თაყვანის ცემდა ცეცხლსა, რამე თუ ყოველით კერძოვე თავით ვისი ქრისტეისგან განაგდო. ხოლო საწყალობელი ესე ცოლსა ითხოვდა სპარსთა მეფისაგან, რაითამცა სათნო ეყო მეფესა და ესრეთ ეტყოდა ვითარმედ, რომელი იგი ბუნებითი ცოლი არს და შვილნი, იგინიცა ესრევე მოვაქცინე შენსას ჯულსა, ვითარცა ესე მე. და იჯბნა მეფისაგან სპარსთა ისაპიტიახშმან. და ვითარცა მოიწია იგი საზღვართა ქართლისათა, ქვეყანასა მას ჰერეთისასა, ზრახვა ჰყო რაითა აუწყოს და წინა მიეგებნენ მას აზნაურნი და მისნი ძენი და მსახურნი მისნი, რაითამცა მათ გამო ვითარცა გველი სოფლად შევიდეს. და წარმოჰმართა საიდასპანოითა ცხენითა მონაითვისი და ვითარცა მოვიდა დაბასა, რომელსაც სახელი რქვიან ცურტავ. და ვითარცა მოიწია და შევიდა წინაშე შუშანიკისა დედოფლისა ჩვენისა, კითხვა ირქვა, ხოლო სანატრელმან შუშანიკ ვითარცა წინასწარმეტყველმან რქვა. უკვე თუ სულითა ცხოველარს იგი, ცოცხალმცა ხართ, იგიცა და შენცა. უკვე თუ სულითა მომკვდარ ხართ, მოკითხვა იეგე შენი, შენადვე მოიქეცი. ხოლო კაცმან მან ვერ იკადრა სიტყვად მისა. ხოლო წმიდაი შუშანიკ აფუცებდა და ჰკითხვიდა დამტკიცებულად. ხოლო კაცმან უთხრა მართალი და რქვა ვითარმედ, ვარსქენ უვარყო ჭეშმარიტი ღმერთი. ვითარცა ესმა ნეტარსა შუშანიკს, დავარდა ქვეყანასა ზედა და თავსა დამართ სცემდა და ცრემლითა მწყარითა იტყოდა, საწყალობელ იქმნა უბადრუკი ვარსქენ. რამე თუ უვარყო ჭეშმარიტი ღმერთი და აღიარა ატროშანი და შეერთო იგი უხრთოთ. და აღდგა და დაუტევა ტაძარი თვისი და ღვთისმოშიშებით ეკლესიად შევიდა და თან მიიყვანა სამნი იგი ძენი და ერთი ასული. და წარადგინა იგინი წინაშე საკურთხეველსა და ესრეთ ილოცვიდა და იტყოდა, უფალო ღმერთო, შენი მოცემულნი არიან და შენ დაიცვენ ესენი, განათლებულნი წმიდისაგან ემბაზისა, მადლითა სულისა წმიდისაითა, ყოფად ერთ სამწყსო, ერთისა მწყემსისა, უფლისა ჩვენისა, იესო ქრისტესა. რამე თუ 6 წელი ციხესა მაშინა აღესრულა და წესიერებითა საფრთოითა ყვაოდა, მარხვითა მარადის, მოძღვრებითა, ზედგომითა, თაყვანის ცემითა უწყინოდ და კითხვითა წიგნთაითა მოუწყინებლად, განაბრწყინა და განაშვენა ყოველი იგი ციხე სულიერითამით, ქნარითა. და მიერითგან განითქვა ყოველსა ქართლსა საქმე მისი. და მოვიდოდეს მამანი და დედანი, აღნათქვემთა შესაწირად და რაივის უხმდა მიემადლებოდა წმიდითა ლოცვითა ნეტარისა შუშანიკისაითა, რომელსა მისცემდა მას კაცთმოყვარე ღმერთი, უშვილოთა შვილი, სნეულთა კურნება, ბრმათა თვალთა ახილვაი. და ვითარცა აღივსებოდა მე-6 იგი წელი საპყრობილესა მაშინა, ჯეკმა დამაშვრალობითა შრომათა მაჩინა სიმხნისა მისისათა, სენის ნეულებისაი მოიწია მასზე და რომელსა იგი წინასწარ უღაღადებდი და
ვეტყოდე ვითარმეთ, ნუ ჯეკმა, რამე თუ დაუმძიმებ ხორცთა მაგაძე და რამე თუ ვერ დაგითმონდა, მე ვერღარა შემძლებელიყო ყოფად რასმე საქმეთ, კეთილსა ეგოდენითა მაგით, ფიცხლად მარხვითა და მარადის ზედგომითა და ღამე ყოველ დაშრომითა, ფსალმუნებითა და გალობითა და არც აღა მცირედ სადას ცა ხორცს და მისთა განსვენებაი და შეიქმნა და დადნა ვითარცა ავლი. ჟამსა ზაფხულისასა ცეცხლებრ შემწველი და მხურვალება იმ ზისაი, ქარნი ხორშაკნი და წყალნი მავნებელნი, მკვდარნიცა მის ადგილისანი სავსენი სენითა, წყლითა განსივებულნი და განყვითლებულნი, დაწერტილნი და დამშრალნი და დამღიერებულნი, ჩარადოვანნი, პირმსივანნი და დღემოკლე ცხოვრებულნი და მოხუცებული არავინ არ სმათ ქვეყანად. და ესრეცა მას ციხესა შინა 6 წელ პყრობილ იყო და ძიმეთა მათ საკრაველთა შინა ადიდებდა ღმერთსა. რქვა წმიდა მან შუშანიკ, განვისაჯნეთ მე და ვარსქენ პიტიახში მუნ, სადა იგი არა არს, თვალღებაი წინაშე მსაჯულისა მის მსაჯულთაისა და მეუფისა მის მეუფეთაისა, სადა არა არს რჩევა მამაკაცისა და დედაკაცისა, სადა მე და მან სწორი სიტყვაი ვთქვა წინაშე ღვთისა ჩვენისა იესო ქრისტესა, მიაგოს მან უფალმან, ვით არ მან უჟამოდ ნაყოფნი ჩემნი მოსთულნა და სანთელი ჩემი დაშრიდა და ყვავილი ჩემი დააჭკნო და შვენიერებაი სიკეთისა ჩემისაი დააბნელა და დიდებაი ჩემი დაამდაბლა. ღმერთმან საჯოს მის შორის და ჩემ შორის, ხოლო მე აც ამას ვმადლობ ღმერთსა, რამე თუ ტანჯვითა მისითა მე ლხინებაი ვპომო და გვემათა და თრევათა მისთვის მე განსვენებაი მივემთხვიო და უგულისხმოებისა და უწყალოებისა მისისათვის მე წყალობასა მოველი იესო ქრისტეს მიერ უფლისა ჩემისა. იოანე საბანისძე. წამებაი წმიდისა და ნეტარისა მოწამისა ქრისტეისისა ჰაბოისი. და არათუ ხოლო ჩემ და მარტოისა საძიებელარ სმენად საწადელი ესე მარტვილობაი წმიდისა ამის მოწამისაი, არამედ ყოველთაი ჯერ არს თქვენდაცა დაკვირვებად ჩემთან, რომელნი ესე შემოკრებულს ამას ჟამსა მეშვიდესა დარსაზე დავდგათ, რომლისა ჟამისათვის საუფალი იტყვის, ვით არმედ მრავალნი ცდებოდიან და მრავალთა აცდუნებდნენ და მოციქული პავლე მისწერს ტიმოთესა, ვით არმედ მოვალს ჟამიოდეს სიცოცხლისა ამის მოძღვრებასა არა თავს იდებდნენ, არამედ გულის თქმისაებრ თვისისა თავით თვისით შეიკრებდნენ მოძღვრებასა ქავილითა ყურთაითა და ჭეშმარიტებისაგან სასმენელნი გარე მიიქცნენ და ზღაპრებსა მიექცენ, რომელიცა ესე აწ ჟამსა ამას აღესრულების ჩვენს შორის. რამე თუ რომელნი ესე ვართ ყურეს ამას ქვეყანისასა სასტიკებისაგან და სივერაგისა მანქანებითა და მით საცთურებისაითა ზედამდგომელთა ამათ ჩვენთა მფლობელთა ამის ჟამისათა ზაკულებითა მოძღვრებისაითა თვით თავით თვისით ჟულისდებისაითა განდგომილთა ქრისტესაგან მრავალნი შეაცთუნეს და გარდადრიკნეს გზისაგან სიმართლისა და ჭეშმარიტებასა ქრისტეს სახარებისასა შეეცოდნეს, რომელნი 500 წლისა ჟამთა და უწინარეისღას ჟულდებულ ყოფილ არიან წმიდითა მადლითა ნათლისღებისაით. მიერიდან და ვიდრე აქამდე ნაშოვნი ქრისტიანეთანი გარდაგულარძნეს, რომელნიმე მძლავრებით, რომელნიმე შეტყუვილით, რომელნიმე სიყრმესაში ნაუმეცრებით, რომელნიმე მზაკვრებით და სხვანი რომელნი ესე ვართ მორწმუნენი მძლავრებასა ქვეშე დამონებულნი და ნაკლოვანებითა და სიგლახაკითა შეკრულნი, ვითარცა რკინითა ხარკსა ქვეშე მათსა გვემულნი და ქენჯნილნი, ძვირძვირად ზღვეულნი, შიშითა განილევიან და ირყევიან, ვითარცა ლერწამნი ქართაგან ძლიერთა, არამედ ქრისტეს სიყვარულითა და შიშითა ჩვეულების სამებრ მამულისა სულისა ჭირთა მოთმინებითა არა განეშორებიან ხოლო ჩობილსა ძესაღვთისასა. ესე ვითარცა ჟამსა შინა გამოჩნდა ახოვნად წმიდა ესე მოწამე,
არათუ პირველიდანვე ჩვენგანი იყო, არამედ უმეც არის, სარწმუნოებისაგან ჩვენისა უცხოითა ჯულითა მოვიდა და ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა შეემეცნა, რომლისათვისცა დღეს კვალად ახალმა ნამან დღესასწაულმან და კრებამან წმიდისა და ახლისა მოწამისამან გვირგვინოსან ხო ეკლესიაი და ყოველი კრებული ქრისტიანეთაი ერთბამად განანათლა და ყოველნივე პირნი ღირსი ქნეს ამას დღესა გარდამეტებულისა მადლისა შეწირვად ქრისტეს მიმართ ჭეშმარიტისა ღვთისა ჩვენისა. და რაჯამს განთენა მეათე იგი დღესასწაულისა მის მაცხოვრისა ნათლისღებისაი, რომელას თვესა იანვარსა 6-სა, იყო დღე იგი პარასკევი და თქვა ნეტარმან მან, დიდარ ჩემდა დღე ესე, რამე თუ ხედავ ორ კერძოვე ძლევასა უფლისა ჩემისა იესო ქრისტესსა. რამე თუ დღესასწაულსა ამას თახთა მდინარესა მას იორდანისასა განშიშვლებული ნათლისღებად და სიღრმესა მაშინა წყალთასა დამალულისა მის ვეშაპისა თავები ძალით ღვთეებისაითა შემოსრა. ჯერ არ ჩემდაცა დღესა ამას, რაითა განვიძარცო შიში ხორცთა ამათ ჩემთაი, რომელნი სამოსელ არიან სულისა ჩემისა და შთავხდე ვითარცა სიღრმესა ზღვისასა, შორის ქალაქსა ამას და ნათელ ვიღო სისხლითა ჩემითა და ცეცხლითა და სულითა, ვითარცა ქადაგა წინამორბედმან იოვანე და მე კვალად შთავხდე წყალთაცა და კვალად განვნათლდე, რამე თუ დღეს გარდამოსვლაი არ სულისა წმიდისაი ყოველთა ზედა წყალთა, რომლითა ნათელ იღებენ ქრისტეს მორწმუნენის სახეთ იორდანისათა მათ მდინარეთა და განშიშვლებითა ხორცთა ჩემთაისა მტერისამის მზაკვრისა მანქანებანი, რომელ იზრახნე ჩემთვის, განვბასრნე და დავტკეპნე ფერხითა ჩემითა შორის ქალაქსა ამას. და კვალად დღესა ამას პარასკევსა ვნებითა თვისითა უფალმან ჩემან იესო ქრისტემან, ჯვარს ამას ზედა განპყრობითა ხელთა თვისთაითა განაქიქა და თითისა საჩვენებელ ხო ყოველთა კიდეთა ქვეყანისათა მტერი იგი ყოვლისა სოფლისაი. აც მეცა თანა მაც რაითა განუხდე ბრძოლად მტერს ამას ქრისტიანეთასა და ქრისტესთვის დათხევითა სისხლთა ჩემთაითა საცინელ და საკიცხელ ყო იგი ყოველთა ქრისტიანეთა. რამე თუ გონებდა იგი, ვითარმცა შიშითა სიკვდილისაითა განმაშორა მე სიყვარულსა უფლისა ჩემისა იესო ქრისტესსა. ხოლო მე საყვედრელ ყო განზრახვა იგი მისი და ზლომას ქრისტეს მიერითა შეწევნითა და ორ კერძოივე იგი თანანადები უფლისა ჩემისაი გარდავიხადო. მაშინ მოითხოვა წყალი და დაიბანა პირითვისი, დაიცხო ზეთი თავსათვისა და თქვა, მაშინ სადამე ვიყავ თვით მენელ საცხებლე, კეთილად შემზადებელ სულნელთა მათ საცხებელთა, ხოლო ესე საცხებელი დღედ დაფლისა ჩემისა არს. ამიერიდან არ ღარავიცხო განქარვებადი ესე მწირობისა ჩემისა ზეთი, არამედ ვითარცა ქებასა შინა ქებათასა, ბრძენმან სოლომონმა სწავა მე, სულნელებასა ნელსაცხებელთა შენთასა ვრბიოდი ქრისტე, რომელმან აღმავსე მე განუქარვებელითა მით სულნელებითა სარწმუნოებისა და სიყვარულისა შენისაითა. იცი შენ უფალო, რამე თუ შეგიყვარე შენ უფრო ის თავისა ჩემისა. და ესე რა ითქვა, წარავლინა წმიდათ ეკლესიად და მოჰგვარეს მას წმიდა იგი საიდუმლოი ხორცი და სისხლი ქრისტეისი. იყო ჟამი იგი მესამე დღისამის დიდისა დღესასწაულისა და ვითარცა მოიღო მან ჭეშმარიტი იგი და განმაცხოველებელი საიდუმლო ითქვა, გმადლობ შენ უფალო ჩემო და ღმერთო იესო ქრისტე, რომელმან მომეც მე საგზლად ჩემდა ცხოვრების მომანიჭებელი ხორცი შენი და სიხარულად და განმამტკიცებლად ჩემდა პატიოსანი სისხლი შენი. აც უწყი რამე თუ არა დამიტევე მე, არამედ ჩემთანა დადგრომილ ხარ და მე შენთან. ამიერიდან არ ღარა მივიღო სხვა ის აზრდელი, რომლითა კვალად მშიოდის და არცა სხვა ის სასუმელი, რომლითა კვალად წყუროდის. არამედ კმარს ესე ჩემდა ცხოვრებად საუკუნოდ, აც დაღა თუ ვიდოდი მე შორის აჩრდილთა სიკვდილისათა, არა შემეშინოს მე ბოროტისაგან რამე თუ შენ უფალი ჩემთანა ხარ. და ესე ვითარცა თქვა, ყის მოიწინეს მსახურნი იგი მსაჯულისანი
და იჯუნა ყოველთა მათგან მყრობილთა ქრისტიანეთა და რქვა მათ, ლოცვას ამომიხსენეთ მე, რამე თუ არღარ ამიხილოთ მე საწუთოსა ამას სოფელსა. და გამოიყვანეს იგი ეგრეთვე ბორკილითა ფერხთა და ხელთაითა და მიჰყვანდა იგი შორის ქალაქსა და რომელნი ხედვიდეს მას ქრისტიანენი და მეცნიერნი მისნი ცრემლოდეს მისთვის, ხოლო წმიდა მან ჰავორ ქვამად. ნუ სტირთ ჩემზედა, არამედ გიხაროდენ, რამე თუ მე უფლისა ჩემისა მივალ, ლოცვით წარმგზავნეთ და მშვიდობა მან უფლისამან დაგიცვენით თქვენ. გიორგი მერჩულე, გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება. მოცემულ არს სიბრძნე ღირსი, კეთილისა მიზეზის ქრისტეს მიერ. ღმრთისა ყოველთაისა, ბუნებასა ჭეშმარიტთა ბრძენთასა. ბრძნად მეტყველებაი ვეცხლი არს წმიდაი, ხოლო დუმილი ოქრო ირჩეული. ვითარცა თქვა სოლომონ, რამე თუ რაჟამს ბრძენთა დუმილი ჰმაც, მაშინ სიბრძნეი მათი გამოსავალთა ზედა იქებინ. რამე თუ ენაი მათი მეტყველებისაგან ცუდისა უტყვი არნ და ძვირი სიტყვაი უქმ. რამე თუ ძიებაი რაი სასყიდლისაი საქმედ უპყრიედ მათ და ყოვლადვე ბრძნობეთ სიწმიდესა სიმართლით. ღირსებასა თანა და სიყვარულითა ღმრთისაითა გალობეთ მეცნიერებით. მარადის ლოცვისა შეწირვითა, ვითარცა იტყვის მოციქული, მოუკლებელად ილოცევდითო. ნეტართა შორის გამორბწყინდა მადლის სავსეი, განსრულებული სიბრძნითა, დიდი მღდელი და კეთილად გამგებელი მოღვაწე და უდაბნოთა ქალაქმყოფელი, ზეცისა კაცი და ქვეყანისა ანგელოზი, სანატრელი გრიგოლ, სულიერად მამაი და წინამძღვარი და მაშენებელი ხანძთისა და შატბერდისაი, ორთამად დიდებულთა მონასტერთაი, რომლი ექმნა სახე კეთილის, ყოველთა მის ჟამისა მეუდაბნოეთა მამათა ახლად შენებასა მათსა. ხოლო ნეტარმან გრიგოლ, ვითარცა იხილა თავი თვისი, ხორციელა დიდებასა შინა, ფრიად წუხდა გული მისი და განიზრახა ფარულად სივრტოლაი თვისით ქვეყანით საღმრთოითა წოდებითა, რომელიცა უძღოდა მას მამამთავრისა აბრაჰამის სახეთ და ვითარცა ისრაელნი უდაბნოთ. არამედ აბრაჰამ ქვეყანისა მისგან ურწმუნოთა ნათესავთაისა განაშორა ღმერთმან, ხოლო ესე მორწმუნისა და კეთილად სახურისა ქვეყანისაგან გამოიყვანა ამის მიზეზისათვის. და მსწრაფლ ხოლო ბრძანა შეკრებაი ეპისკოპოსთაი და უდაბნოისა მამათაი და ყოველნი შემოკრბეს ჯავახეთს. არამედ მამაი გრიგოლ არამუნიყო, არცა ყოველნი კლარჯეთისა უდაბნოთა წინამძღვარნი მამანი. რამე თუ იყო ნეტარი გრიგოლ არქიმანდრიტი და წადიერად მოელოდეს ყოველნი და მარტოდ ანჯმნობდეს წესისა წინამძღვარნი იგი არსენი კათალიკოზისათვის და ვერა დაამტკიცეს სიტყვა იმათი. მაშინ ერუშნელმან ეპისკოპოსმან მის ჟამისამან რქვა ყოველთა. ოდეს მოვიდეს ვარსკულავი უდაბნოთაი, მაშინ განემართოს საქმე და განზრახვაი ყოველთაი. და მათ რქვეს,
ვისთვის არ სიტყვა იეგე დამტკიცებითი. ხოლო მან თქვა, გრიგოლ არქიმანდრიტისათვის, ხანძთისა და შატბერდის სამაშენებელისა. მაშინ ერთმან ვინმე ეპისკოპოსმან სილაღით თქვა შორის შეკრებულთა მათ. იგი ოდენ არსა ვარსკვლავი მნათობი, ხოლო სხვათა მათ ყოველთა თქვეს. ჭეშმარიტ საიტყვის, რამე თუ იგი არს მოძღვრებისა ნათლითა განმანათლებელ და შემკულ სულითა წმიდითა. და მეხსეულად იხილეს წმიდა იგი, მომავალი კარაულითა შორის კრებულსა მას მამათასა, საკვირველად ხილვითა, რამე თუ სამოსელი იგი შეურაცხი, რომელ ემოსა მოხუცებულსა მას, ესრეთ ჩნდა, ვითარცა სამოსელი ნათლისა, ბრწყინვალისა განუცდელისაი, ხოლო თავსა მისა, კუკული ხილვებოდა ვითარცა გვირგვინის სამეუფოი, პატიოსანთა თვალთა და მარგალითთაგან ფას დაუდებელთა აღმგული. და ვითარცა იხილეს ღმრთისამიერი დიდებულებაი მისი, ყოველნი სიხარულით მიეგებნეს და შეუდგეს სიტყვათა მისთა სიხარულით. მას ჟამსა მოვიდა ეფრემ ეპისკოპოსი და პირველად მოიკითხვა მოძღვარი თვისი, მამაი გრიგოლ და მერმე ძმანი თვისნი ეპისკოპოსნი. ხოლო ნეტარმან გრიგოლ ფარულად მოუწოდა ნეტარს და ეფრემს და რქვა მას, შვილო, პატივსა მაგას წმიდისა მღვდელმთავრობისასა გაფუძებ, ნუშლი სულიერად ძმასა შენსა არსენის. ხოლო მან რქვა, წმიდაო მამაო, ვერ ეგები ძმათა ჩემთა ეპისკოპოსთა ცილობაი სამართლისათვის და მეცა შემინდვე, რამე თუ არა ვარ ამიერიდან არსენის ცხოვარი და არცა იგი ჩემი მწყემსი. მაშინ წმიდა მან კცინვარედ რქვა, უკე თუ ამას იქვე ეფრემ, მე უვარ მყავ, ვითარ არა შენი მოძღვარ ვარ. ხოლო ნეტარი ეფრემ სიტყვასა მასზე და სულიერისა მამისა და მოძღვრისასა ატირდა და რქვა, ფიცხელ არს ბრძანებაი ესე, განკუეთელ უფროის მახვილისა, აწნებაი შენი იყავ და ნუ ნებაი ჩემი, წმიდაო ღმრთისაო. ხოლო ხელმწიფე იგი, რაღაცა თუ იყო ბრძენ და ღმრთისმსახურ, არამედ მართლმხილებისაგან მართლისა მის კაცისა შეშფოთნა ფრიად, რამე თუ ნებაი სიბრძნესა ძლევდა და შური პატივსა არ აჰრიდებდა. გესლი რაიგულისაი ბაგეთაგან იცნობა განუგებელად სიტყვისა, განტევებითა ესრედ ვითარმეთ, მრავლით ჟამიდან არა მეხილვა მამაი გრიგოლ, არამედ მასმიოდა ვითარმეთ ბრძენთაგან შეუცავი სიბრძნე მისი, შეცვალებულ არს სიბერითავ და პირველ სმენილი ვიხილე თვალითა და ჟურისაცა მრავალთა სიტყვათა იტყოდა, რომელი არა შეგავს ერისკაცთა, რამე თუ იყო იგი ფრიად სიტყვა ხელოვან. ხოლო ნეტარმან მამამან გრიგოლ რქვა მას, ჰოი ხელმწიფეო, რადგან რისხნები ჭეშმარიტებისათვის? ესე უწყოდი რამე თუ პირველთა წმიდათა მათ მამათა შეკრებასა ეპისკოპოსთა და წინამძღვართა წესისათა მონაზონთა თანა იყვნენ პირველნი მორწმუნენი მეფენი, არა თუ მათ თანა სჯულის მოძღვრებას აიკადრებდეს,
არამედ ჯულის გამოძიებასა მათ საიკითხიან და ითხოვიან სიტყვისა გამოცხადებაი, რამე თუ მათ მიერ ისწავებდეს ცნებათა ღმრთისათა და მოწამედ იყვნენ თქმულთა მათთა და წმიდათა მოციქულთა და ღირსთა მათ მღვდელმოძღვართაგან განსაზღვრებულსა კანონსა შინა არავე ბრძანებულ არს ერისკაცისაი, ვითარმცა ეპისკოპოსთა და წესისა წინამძღვართა მამათა განსაგებელისა მოძღვრებისა იკადრებდა, გინა ახალ სახიობასა მოიღებდა, რაღაცა თუ სამართლად საგონებელ იყოს, არამედ ჯულისა და მღვდელთ მოძღვართა შეურაცხებაი არს, ხოლო მეათ სიტყვისაებ შენისა გვარამ ვარ ბუნება შეცვალებულ, გარნაოდეს სამართალმან დაგასამართლოს, მაშინ იხილო თავი შენი ცნობა მიღებულ და სიტყვანი ჩემნი არ ღარა განგმნე, ხოლო ხელმწიფე იგი შეძრწუნდა გონებითა და რქვა ეპისკოპოსთა მათ. თქვენგან ჯერ არც განსაგებელი თქვენი განგებად, ათ თქვით და მათ რქვეს ღმრთისმსახურო გვარამ, ქრისტეის მიერ მან სასწაულმან უტყუ ქმნა ენაი ჩვენი, რამე თუ ვიხილეთ დღეს გრიგოლის ზედა მიუწდომელი დიდებაი, დაუწყეს ხილვა იგი ყოველი, რომელი იხილვეს შემოსვლასა მისსა. მაშინ ზარხდა ხელმწიფეს ამას, რამე თუ იყო იგი მდაბალ და ღმრთის მოშიშ, იძლია სიმდაბლისაგან და შეუვრდა ნეტარსა გრიგოლს და რქვა, წმიდა უღრთისაო, შემინდვე, რამე თუ დაგაბრკოლე, ხოლო მან რქვა, ქრისტე მან ყოველნი ბრალნი შეგინდვენ. ქართლად ფრიადი ქვეყანაი აღირაცხების, რომელსაც საშინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულების, ხოლო კვირიელე ისონი ბერძნულად ითქუმის, რომელ არს ქართულად უფალო წყალობა ჰყავ, გინა თუ უფალო შეგვიწყალენ. იოანე ზოსიმე, ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი, დამარხულ არს ენაი ქართული დღემდე, მეორედ მოსვლისა მესიისა საწამებელად, რათა ყოველსა ენასა ღმერთმან ამხილოს ამით ენითა და ეს ენა იმ მძინარი არს დღესამომდე და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე რქვიან და ახალმან ნინო მოაქცია და ჰელენე დედოფალმან, ესი არიან ორნი დანი ვითარცა მარიამ და მართაი და მეგობრობაი ამისთვის თქვა მახარებელმან, რამე თუ ყოველი საიდუმლოი ამას ენასა შინა დამარხულ არს და 4-სა დღისა მკვდარი ამისთვის თქვა დავით წინაისწარმეტყველმან, რამე თუ წელი 1000 ვითარცა ერთი დღეი და სახარებასა შინა ქართულსა, ხოლო თავსა მათეისა წილი ზის, რომელ 100 არს და იტყვის ყოვლად 4000-სა მარაგსა და ესი არს 4 დღეი და 4-სა დღისა მკვდარი, ამისთვის მისთანავე დაფლული სიკვდილითა ნათლისღებისა მისისაითა
და ესე ენაი შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაითა მდაბალი და დაწუნებული მოელის დღესა მას მეორედ მოსვლასა უფლისასა და სასწაულად ესი აქუს 104 წელი უმეტეის სხვათა ენათა ქრისტეს მოსვლიდან ვიდრე დღესამომდე და ესე ყოველი რომელიც წერილარს მოწამებ წარმოგითხარ 104 ესე წელი და წილი ანბანისაი. ვეფხისტყაოსანი დასაწყისი რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მიძლიერითა ზეგარდმოთ არსნის სულითა ყნაზეცით მონაბერითა ჩვენ კაცთა მოგცა ქვეყანა გვაქვს უთვალავი ფერითა მისგან არს ყოვლი ხელმწიფე სახითა მის მიერითა ჰეღმერთო ერთო შენ შექმენ სახე ყოვლისა ტანისა შენ დამიფარე ძლევამეც დათრგუნვად მე სატანისა მომეც მიჯნურთა სურვილი სიკვდი დმდეგა სატანისა ცოდვათა შესუბუქება მუდ თანაწა სატანისა ვის შვენის ლომსა ხმარება შუბისა ფარში მშერისა მეფისა მზის თამარისა ღაწ ბადახშ თმაგი შერისა მას არავიცი შევჰკადრო შესხმა ხოტბისა შერისა მის თამჭრეტელთა ყანდისა მირთმა ხამს მართ მიშერისა თამარს ვაქებდეთ მეფესა სისხლისა ცრემლდა თხეული თქვენი ქებანი ვისნიმე არ ავად გამორჩეული მელნად ვიხმარე გიშლის ტბა და კალმად მენარხეული ვინცა ისმინოს დაესვას ლახვარი გულსახეული მიბრძანეს მათად საქებრად თქმა ლექსებისა ტკბილისა ქება წარფთა და წამწამთა თმათა და ბაგე კბილისა ბროლ ბადახშისა თლილისა მის მიჯრით მიწყობილისა გასტეხ ქვასაცა მაგარსა გრდემლი ტყვიის ალბილისა აწენა მინდა გამოთქმად გული და ხელოვანება ძალი მომეცდა შეწევნა შენგნით მაქვს მის სეგონება მით შევეწივნეთ ტარიელს ტურფათსა უნდა ხსენება მათ სამთა გმირთა მნათობთა სჭირს ერთმანერთის მონება მო დავსხდეთ ტარიელისთვის ცრემლი გვდის შეუშრობილი მისებრი მართ დაბადებით ვინცა ყოფილა შობილი დავჯე რუსთველმან გავლექსე მისთვის გულს ლახვარ სობილი აქამდის ამბათ ნათქვამი აწმარგალიტი წყობილი მე რუსთველი ხელობითა ვიქმ საქმეს ამადარი ვის მორჩილობს ჯარის პათა მისთვის ხელობ მისთვის მკვდარი და უზლურდი მიჯნურთათვის კლა წამალი არსით არი ანუ მომცეს განკურნება ანუ მიწამე სამარი ესე ამბავის სპარსული ქართულად ნათარგმანები ვით მარგალიტი ობოლი ხელით ხელს აგოგმანები პოვედა ლექსად გარდავთქვი საქმე ვქმენ საჭოჭმანები ჩემმან ხელქმნელმან დამართოს ლაღმან და ლამაზმან ნები თვალთა მისგან უნათლოთა ენატრამცა ახლად შენა აჰა გული გამიჯნურდა მიხვდომია ველთა რბენა მიაჯეთ ვინ ხორცთა დაწვა კმარის მისზე სულთალ ხენა სამთა ფერთა საქებელთა ლამის ლექსთა უნდა ვლენა რაცა ვის რა ბედმან მისცეს დასჯერდეს და მას უბნობდეს მუშა მიწყივ მუშაკობდეს მეომარი გულოვნობდეს კლა მიჯნურსა მიჯნურობა უყვარდეს და გამოსცნობდეს არცა ვისგან დაიწუნოს არცა სხვასა უწუნობდეს შაირობა პირველადვე სიბრძნისა ერთი დარგი სახფრთო სახფრთოდ გასაგონი მსმენელთათვის დიდი მარგი კლა აქაცა ეამების ვინცა ისმენს კაცი ვარგი გრძელი სიტყვა მოკლე თითქმის შაირი ამათ კარგი ვითაც ხენსა შარა გრძელი და გამოსდის დიდი რბევა მობურთალსა მოედანი მართლად ცემა მარჯვეთ ქნევა მართ აგრევე მელექსესა საუბართად კბილთა ფრქვევა რა მისჭირდეს საუბარი და დაუწყოს ლექსმან ლევა მაშინღა ნახეთ მელექსზე და მისი მოშაირობა რა ვეღარ მიხვდეს ქართულსა დაუწყოს ლექსმან ძვირობა არ შეამოკლოს ქართული არაქმნას სიტყვა მცირობა ხელ მარჯვეთ სემდეს ჩოგანსა იხმაროს დიდი გმირობა მოშაირე არ აჰქვიან თუ ვინმე თქვას 1-2 თავი ყოლა ნუხგონია მელექსეთა კარგთა სწორი განაღა თქვას 1-2 უმსგავსო და შორი მაგრა იტყვის ჩემი შობსო უცილობლობს ვითა ჩორი მეორე ლექსი ცოტაი ნაწილი მოშაირეთა არ ძალუც სრულქმნა სიტყვათა გულისა გასაგმირეთა
ვამსგამსებ შვილდი ბედითი ყმაწვილთა მონადირეთა დიდსა ვერ მოჰკვლენ ხელად აქვს ხოცა ნადირთა მცირეთა. მესამე ლექსი კარგი არის სანადიმოდ სამღერელად, სააშიკოდ სალაღობოდ ამ ხანაკთა სათრეველად, ჩვენ მათიცა გვეამების რაცა ოდენ თქვან ნათელად, მოშაირი არა ჰქვიან ვერას იტყვის ვინცა გრძელად. ხამს მელექსე ნაჭირვებსა მისსა ცუდად არ აბრკმობდეს, ერთი უჩნდეს სამიჯნურო ერთსა ვის მიაშიკობდეს, ყოვლსა მისთვის ხელოვნობდეს, მას აქებდეს, მას ამკობდეს, მისგან კიდე ნურა უნდა მისთვის ენა მუსიკობდეს. ჩემი ათსანით ყოველმან მას ვაქებ ვინცა მიქია, ესე მის დიდად სახელად არ თავი გამიქიქია, იგია ჩემი სიცოცხლე უწყალო ვითა ჯიქია, მისი სახელი შეფარვით ქვემორე მithქვამს მიქია. თქვა მიჯნურობა პირველი და ტომი გვართა ზენათა, ძნელად სათქმელი საჭირო გამოსაგები ენათა, იგია საქმე საზეო მომცემი აღმა ფრენათა, ვინცა ეცდების თბობაცა ქონდა მრავალთა წყენათა. მას ერთსა მიჯნურობასა ჭკვიანი ვერ მიხვდებიან, ენა დაშვრების მსმენლისა ყურნიცა დავალდებიან, ვთქმნე ხელობანი ქვენანი რომელნი ხორცთა ხვდებიან, მართ მასვე ბაძვენ თუ ოდენ არ სიძვენ შორით ბრდებიან. მიჯნური შმაგსა გვიქვიან არაბულითა ენითა, ვით რომე შმაგობს მისისა ვერ მიხვდომისა წყენითა, ზოგთა აქვს საღმრთო სიახლე დაშვრების აღმა ფრენითა, კლა ზოგთა ქვეუც ბუნება კეკლუც და ზედა ფრენითა. მიჯნურსა თვალად სიტურფე მართებს, მართ ვითა მზეობა, სიბრძნე სიუხვე სიმდიდრე სიყმე და მოცალეობა, ენა გონება დათმობა, ძლეთა მებრძოლთა მძლეობა, ვისა ეს სრულად არ ასჭირს, აკლია მიჯნურს ზნეობა. ვეფხისტყაოსანი ამბავი ნურადინ ფრიდონისა ოდეს სტარიელს შეეყარა. ხეთა ძირსა მივიძინე მათ მონათა ჭამეს პური, მერი ავდექსევდიანი მიღამებდა გულსა მური, ვერამეცნა ეგზომ გრძელად ვერ ჭორი და ვერ დასტური, ველთა ცრემლი ასოვლებდა თვალთა ჩემთა მონაწური. სახილი მესმან შევხედენ მოყმე ამაყატყიოდა, შემოარბებდა ზღვისპირმას თურმე წყლულის ტკიოდა, ხვისა ნატეხი გას დასვრილი აქვს სისხლი ჩამოსდიოდა, მტერთა ეკადდა წკრებოდა, იგინებოდა ჩიოდა. ზედაჯდა შავსა ტაიჭსა აწესე მე მითქს, რომელი მართვითა ქარი მოქროდა, გაფიცხებული მწყრომელი. მონა მისწივე მისისა შეყრისა ვიყო დომელი, შევთვალე დადეკ მიჩვენე ლომსა ვინ გაწყვემს რომელი. მას მონას არა უთხრა არცა სიტყვა უსმინა, ფიცხლა შევჯე ჩავეგებე მე ჩაუსწარ ჩავეწინა, უთხარ დადეკ გამიგონე შენი საქმე მეცა მინა, შემომხედნა მოვეწონე სიარული დაითმინა. გამიცადა ღმერთსა ჰკადრა, შენ ასეთი ხენი ვითხრენ, მერე მითხრა მოგასმენენ ათ სიტყვები რომ მიკითხენ, იგი მტერნი გამილომდეს აქამდისცა რომ ვითხრენ, უკაზმავსა მიღალატეს საჭურველი გარვერო მითხრენ. მე უთხარ დადეკ დაწყნარდი, გარდახვთეთ ძირსა ხეთასა, არ შეუდრკების ჭაბუკი კარგი მახვილთა კვეთასა, თანაწამომყვა წავედით უტკბოსნი მამა ძეთასა, მე გავეკვირვე ჭვრეტასა მის ყმისა სინაზეთასა. ვეფხისტყაოსანი ანდერძი ავთანდილისა როსტევან მეფის წინაში. დაჯდა წერა და ანდერძისა საბრალოსა საუბრისად, ჰე მეფეო გავიპარე, ძებნად ჩემგან საძებრისად, ვერ დავდგები შეუყრელად ჩემთა ცეცხლთა მომდებრისად, შემინდევდა წამატანე მოწყალება ღმრთეებრისად. ვიცი ბოლოდ არ დამიგმობ ამა ჩემსა განზრახულსა, კაცი ბრძენი ვერ გასწირავს მოყარესა მოყარულსა, მე სიტყვასა ერთსა კადრებ პლატონისგან სწავლად ხმულსა, სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა ვერ მესულსა. რადგან თავია სიცრუე ყოვლისა უბედობისა, მე რად გავწირო მოყარე ძმა უმტკიცესი ძმობისა, არა ვიქ ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოსთა ბრძნობისა,
მით ვისწავლებით მოგვეცეს შერთვა ზესტ წყობთა წყობისა. წაგეკითხავს სიყვარულსა მოციქულნი რაგვარ წერენ, ვით იტყვიან, ვით აქებენ, ცან ცნობანი მიაფერენ, სიყვარული აღგვამაღლებს, ვით ეჟვანი ამას ჟღერენ, შენ არ ჯერ ხარ უსწავლენი კაცნი, ვით მცა შევაჯერენ. ვინ დამბადა შეძლებაცა მანვე მომცა ძლევად მკერთად, ვინ არ ზალი უხილავი შემწეთ ყოვლთა მიწიერთად, ვინ საზღვარსა დაუსაზღვრებს ზის უკვდავი ღმერთი ღმერთად, იგი გახდის წამის ყოფით ერთსა ასსა ერთად. რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების, მზისა შუქთა ვერ მჭვრეტელი იახმების, ვარდი ჭნების, თვალთა ტურფა საჭვრეტელი ყველა რამე ეშვდინების, მე ვით გავსლო უმისობა ან სიცოცხლე ვით მეთნების. რაზომსას წყრები შემინდევ შესვლა თქვენი სამცნებისა, ძალიან მქონდათ ყვექმნილსა მე მაგისისა თნებისა, აწასვლა იყო წამალი ჩემთა სახნილთა გზნებისა, სადაგინდ ვიყო რამ გამა ყოფამცა მქონდა ნებისა. არას გარგებს სიმძიმილი უსარგებლო ცრემთა დენა, არ გარდავა გარდუვალად მომავალი საქმე ზენა, წესი არის მამაცისა მოჭირვება ჭირთა თმენა, არ ვის ძალუც ხორციელსა განგებისა გარდავლენა. რაცა ღმერთსა გაუგია თავსა ჩემსა გარდასავლად, გარდამხდეს და შემოვიქცე აღარ დამრჩეს გული ავლად, თქვენმე გნახნე მხიარულნი დიდებით და დავლა მრავლად, მას რა ვარგო დიდებად და კმარისესი ჩემად დავლად. მეფეო ესე თათბირი მომკალ ვინ დამიწუნოსა, მეფეო ნუთუ წასლუ ამან თქვენ ჩემან დაგაჭმუნოსა, ვერ ვეცრუები ვერ უზამ საქმესა საზაბუნოსა, პირისპირ მარცხვენს ორნივე მივალთ მას საუკუნოსა. არ დავიწყება მოყრის აროდეს გვიზამ ზიანსა, გგმობ კაცსა უგიანსა ცრუსა და ღალატიანსა, ვერ ვეცრუები ვერ უზამ მას ხელმწიფესა მზიანსა, რა უარეა მამაცა სულ დიდსა წასლვა გვიანსა. რა უარეა მამაცა ომშიგან პირის მხმეჭელსა, შემდგალსა შეშინებულსა და სიკვდილისა მეჭველსა, კაცი ჯაბანი ρίთა ჟობს დიაცსა ქსლისამ ბეჭელსა, ჟობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა. ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო ვერცა კლდოვანი, მისგან ყოველი გასწორდეს სუსტი და ძალგულოვანი, ბოლოდ შეყარნეს მიწამან ერთგან მოყმე და მხცოვანი, ჟობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი. მერმე ვიშიშვი მეფეო თქვენ და კადრებად ამისად, სტების და სტების სიკვდილსა ვინ არ მოელის წამისად, მოვა შემყრელი ყოველთა ერთგან დრისა და ღამისად, თუ ვერა გნახე ცოცხალმან სიცოცხლე გქონდეს შამისად. თუ საწუთრო მან დამამხოს ყოველთა დამამხობელმან, ღარიბი მოვკვდე ღარიბად ვერ დამიტიროს მშობელმან, ვეღარ შემსუდრონ დაზრდილთა და ვერცა მისანდობელმან, მუნ შემიწყალოს თქვენმანვე გულმან მოწყალე მობელმან. სულხან საბა ორბელიანი, შეგონებანი. თუ ღმერთი კაცს არ მისცემს, თვისისაც დითა არა ღონე არ დაიდების და ცუდი შრომა შერჩების. ღმერთსა უნდა სთხოვოს კაცმან. კარგი საქმე ისე უნდა ქნას, ან ღმერთმან დაუმადლოს და ან კაცმან მოუწონოს. უგვანს ნუ დაენდობი, გაუსინჯავად საქმეს ნუ იქ, თორემ ბოლოს დაინანებ. ავ კაცს ყოველი კაცი თავისი მსგავსი გონია. ენით მოკვდება კაცი, სხვით არა. უდღეოდ ენით ვტარი, ენით ვეღარ აღადგინოს და აღარცა ენით ვეღარ აღადგინოს და აღარცა ენით წყულს ელხინოს. მიწაში თუნდა ოქრო იდვას, თუნდა ქვა, თუცა არა დახარჯავ. მრისხანეს კაცსა მტერი რადმცა უნდა, თვით არს მტერი თავისა თვისისა, მტერი უმტრებს ერთჯერ ან ორჯერ და იგი დაუცილებელი არს თავისათვის მტერ. ცოდვისა უამესი ცოტა ხანს არა არის რა და ბოლოს სამსალა არის და საწყენი. პირველ უხაროდეს და ბოლოს ინანებდეს მადლისაგან და კარგის საქმისაგან უფრო ძნელად შესამართავი არა არის რა და რა ხელთა აიღოს ადვილად ქმნას. პირველ ხარობდეს და ბოლოს უხაროდეს, დიდად სიამე შეექმნას.
ავსა და ცუცსა საქმესა ბოლო მოკლე და საწყენი აქვს და კარგსა და სამადლოსა დაულეველი საუკუნომდის. სამადლო საქმე მალვითა სჯობს და ღმერთიცა უფროსად შეუწირავს. კაცმა შენზე სამსახური ქმნას იკვე ხდეს და ზვაობდეს გეწყინება. ყოველი მტერი ამის დასშია, რომ დრო შემოიგდოს და წაახდინოს. დიდს მტერს კაცი ან შეეხვეწება და ან გარდაეხვეწება. სწორს მტერს ან პასუხს უზამს, ან მოუფრთხილდება. ცოტას და ცუდს მტერს უნდა უფრო უფრთხილდეს კაცი. ცოტა მტერი ცესსა გავს, ნაცარში დამალულსა. არა ჩანს და რა გახქექ ხელს დაგწვავს. ცოტა მტერი სიკვდილს აღგავს უჩინარსა. მოვა ვერცა ქრთამით, ვერცა ძალით, ვერცა ხვეწნით ვერ მორჩება. ცოტა მტერი რა კაცზე დროს იშოვნის, აღარა ზღონით არ გაუშვებს, არ გადარჩესო. ცოტა მტერი ორმოს აღგავს, თივის ქვეშე დაფარულსა. რა შეზდგე, ჩაიჭრები. ამისათვის უნდა ყოველი კაც ცოტას მტერს უფრთხოდეს, საფათერაკო იგია. ავი კაცისაგან წახდენად სირცხვილია კაცისა და გაკეთებაცა. თვარამ კარგის კაცისაგან კარგი ჭირს თუ ავი, ორი მსახელია. ამად რომ თუ ავი არა ხარ, რად შეეხვეწები? ეგრევე თუ კარგი ხარ, კარს გიზამს. კარგისაგან კარგი გამოვა და მას იქვს და თუავს გიზამს, სიკეთე, ჭკუა და ძალი სამივ შენზე მეტი ექნება და მოგერევა. კაცისა დიდი სიკეთე იგია, რომ ეს სიავი არ იმახსოვროს და სიკეთით დაფაროს. უმეცას კაცსა გულით ნუ მიენდობი, შეუმცნებელს უსუსურად ნუ ეჩვენები. ყოველ ჟამს ფრთხილად იყავ, შენი სახლიც იყოს, შიერს სტუმრად ნუ ეწვევი. ლახაკისაგან ჩუქება ნუ გინდა. კარგი ამხანაგი ადვილად არ იშოვების, გზაზეც ცუდად არ იპოვების, იაფად ვერავინ იყიდის, ამხანაგი ციხეწყლიანია, ზღუდე მაღალია, სიმაგრე დაურღვეველია, ამხანაგი ლხინი ფრიადია, სიხარულითა გამამდიდრებელია, სუფრათა შემამკობელია. ამხანაგი გულთან ათელია, თვალთა ჩინია, კლავთა, ძალთა და ზურგთა მომბმელია, ამხანაგი მტერთათვის მაზიანებელია, მოყარეთათვის საიმედოვნოა, უცხოს თანა გამოსაჩენია და მეცნიერსა თანა მოსამსახურია. ამხანაგი ჭირში მომხმარია, სნეულებაში მკურნალია, სიკვდილში თავის წამგებია. ამხანაგის უკეთესა შერას იშოვი, რად გძულან, რად ეშუღლი, რად ეკამათები. მე მრავალი კარგი კაცი მინახავს, მამაშვილობასა და ძმობას გაჰყროდეს და ამხანაგს შესყობოდეს. ამხანაგში თუ არ სიყვარული, საქიშპარი არა არის რა. სულხან საბა ორბელიანის სწავლანი. ჰოი, დიდარს სიყვარული და ყოვლისა სათნოებისა უაღრესი და ყოველთა მადლითა უდიდებულესი და ყოველთა კეთილთა უკეთესი და ყოველთა პატიოსნებათა უწარჩინებულ. რა არის სულისა სამკაული, მსგავსი და უმჯობესიცა მარგალიტისა? სიმშვიდე, სიმდაბლე, სიყვარული, მოთმინება, სიგლახაკე და სოფლის ამის შეურაცხება, რომელი განგვიბნევიეს და აგვიკრეფიეს უმწერტელესი კუროსთავისა. სიბოროტე, ამპარტავნება, ზვაობა, ნაყროვანება, სიძულვილი, ლალვა, მრისხანება და სოფლის ამის სიყვარული. გინება აღაშფოთებს გონებასა კაცთასა, გინება მიუღებს სასნობელსა ბრძენთა, გინება მოამზადებს ჯიხთა, ქეთთა და ღაცთათვის. გინება მომუხვავს ფჩხილთა და თითთა მოფხრად თმათა და მოგლეჯად წვერთა. გინება განმარტებს მკლავთა და მოხზადებს დაკვრად კვერთხთა. გინება განლეს ხმალთა და წამახვავს ლახვართა. გინება დასთხევს სისხლთა და იქს კაცთა წყვასა და სიკვდილსა. რისხანისა კაცისა მეგობრობა მსგავს არს ასპიტის ხელთა ჭირვისა. რისხანისა კაცისა მოყრობასა უმჯობეს არს უბეთა შინა ჯდომა ხრიანკალისა. რისხანისა კაცისა საუბარსა უტყბეს არს კოცნა ჭინჭრისა სხუნავისა. რისხანისა კაცისა შეგონება ესრეთ უსასუარს, ვითარცა ალიზისა რეცხით განწმენდა. რისხანისა კაცისა მტერი რადცა უნდა, თვითარს მტერი
თავისი თავისა. ცეცხლი ალდებული ძლიერი წყალთა მიერ დაშტების და განგლისპებული კაცი ლიქნით არა დამშვიდნების. ხანძარი ველთა აღტყინებული ნედლისა შალახითა და ნოტიოთაგან და ეცადების და გლისპისა ღაღადება არა დაწყნარდების. ზღვათა ქოთებითა წიასვლა უადვილეს არს, ვიდრეღა მრისხანეთა საებათა თავსდება. სიმართლის ვზესა რა მოეშოროს კაცთა გონება განილევის ცოდვათა. ამ პარტავნება უმეტეს დაათრობს კაცს და გონებასა ვიდრეღა ღვინო ახალი. არა გეტყვი არასმასა, არა ჭმასა, ანუ შიმშილითა მოყმობასა, არამედ გეტყვილ ხინსა, არა ბრალოვანსა. ჭამასა უნა ყროვნოსა და სმასა დაუთრობელსა და მოლოდინსა სულისა საზდელისასა, რომელი არა დაილევის. ხოლო აც რაოდენგზის ჭამო კვალად შიისსა. ნუ გონებთ თუ გეტყოდე არა ჩაცმასა, არცა დახურვასა, არა კეთილთა შემოსვასა, გინა შიშვლოებითა. ვლასა უპატიურად, არამედ გეტყვი ჩაცმასა უცოდველად, დახურვასა არა ვალითა, მოკაზმასა არა ნატაცებითა. შემოსვასა არა ქვრივთა და ობოლთა გაძარცვითა, სამკაულთა შესხმასა არა ანგარებითა, არამედ ყოვლითა, სამართლითა და მადლობითა ღვთისაითა და რა იგი მოეცეს ღმერთსა, ხმა იყოფდეთ და გული გითქმიდესთ. სამოსლისათვის ზეციერთა, რომელი უბწყინვალეს არს, ნათობთასა, ვითარც აიტყვის მათე სახარებასა შინა. მაშინ მრავალნი გამობწყიდნენ ვითარცა მზენი. არცა დაადგრების ჰაერი მარადის ზამთრისა მყინვარებისა ზედა, მოიზიდავს მზისა შარავანდეთთა სითბოსა და დაიწყებს დნობა თოვლთა, რცხად მყიათა ნაზამთრთა, შენსა განაგდე სიზამთრე და ყინვისა მიერ უნაყოფობისა მსგავსი ცოდვა შენი, რომელი არა უტევებს ნაყოფისა გამოღებად თავსა შენსა და მოიზიდე მადლი მზისამის სიმართლისა ქრისტესი. მრისხანესა კაცსა მტერი რადბცა უნდა, თვითარს მტერი თავისა თვისისა. მტერი უმტრებს ერთჯერ ან ორჯერ და იგი დაუცადებელ არს თავისათვის მტერ. უკეთულ წვეთი მარადის სიფთა ქვათათა დაზდიოდეს ლბილი წყალი, მას განხრեց და შევალს, ხოლო მრისხანისა კაცისა გულსა კეთილის სწავლა არა შევალს, კინასა ფიცხელსა და უცნობოსა ფეშხუმთა ზედა. დებარესა ფეშხუმთა ქვეშე მაგნიტი რა განვლო შეზრავს და მრისხანესა კაცსა ყურთაშინა საღვთო სწავლა შთაუგდო ვერა შესრავს. შორიელსა გზასა გამზადებულ ვარ წასვლად და არავინ გვივის გზასა ზედა მეგობარი რათანცა გვისტუმრა, არავინ არს მოწყალე რათანცა ხელნი აგვიყვნა, არსა და არს სავაჭრო რათანცა ვიყიდნეთ რამენი. გასმიესა ხუთთამათ ცოფთა ქალწულთათვის, რომელთა მომცირედის ზეთისა შოვნად ვერ ღირს. იქმნეს ხედავა საყვარელო, ქრისტეს შორს გონიეს და ახლოს მოხსულიეს ქრისტეს სასופველთა შინ. ეძიებ კართა შენთა მოსულ არს. დავით გურამიშვილი, დავითიანი, ჯვარცმის ამბავი, ურიათ გმეს და უარყვეს უფალი ტკბილი იესო. მათ მისი სწავლა მოძღვრება არარად მიიჩნიესო. არ ვიცი რა თქნეს უგბილთა, ავი რა შეაჩნიესო. ორსავ გზას წრფელს წინ უდებდა ხორციელს და სულიერსო. მკვდარს აღუდგენდა, კურნევდა კეთროანს, წყალმანკიერსო. ბრმას თვალთუ ხელდა, ცისცისად არჩენდა ეშმაკიერსო. უტყვის ენას ზღვნიდა, ყრუს სმენას, კუთ საბყარს, სვლას შვენიერსო. პურს მცირეს დიდად წყალს ღვინოდ უქცევდა, ჭამე სვი ესო. ამის მეც არას ეტყოდა, ესევდით ღმერთს ზეციერსო. მშვიდად ცხოვრებდით, ნუ უზამთ ერთმანეთს თქვენ უდიერსო.
გაიკითხავდით გლახაკთა ასმევ აჭმევდეთ მშიერსო, რასაც კეთილს იქთ, ღმერთი თქვენ მოგაგებთ მის მაგიერსო. აწნახეთ მისაც სანუფქოდ, რაც მათ მასში ამთხვიესო. ბოროტისაგან კეთილი შურით ვერ განარჩიესო. ღვთის საიდუმლო გატეხეს გულში ვერ დაიტიესო. თავიანთ მაცხოვრებელი წამწყმედლად მიიცნიესო. 30 ვეცხრად გაყიდეს ისიც კი დანაბნიესო. შეიპყრეს თვისი დამხსნელი საბელი მოახვიესო, მაგრა შეუკრეს ხელები უფალსა არასთნიესო. ურიგო სიტყვა შეკადრეს, გალანძღეს, გაათრიესო. ჯვარზედ განაკრეს ხელფეხთა ლურსმანი გაუწიესო. წყალი ითხოვა, მიართვეს ძმარში ნაღველი რიესო. უგმირეს გვერდსა ლახვარი, ვაიმე ვითავს თქვიესო. მოკლეს უბრალო ბრალითა ქვეყანა შეარყიესო. მზე დანაბნელეს თვარეცა ვარსკვლავნი დააფრქვიესო. თავს კრეტსაბმელი განაპეს, ბოლომდი შუა ხიესო. ჯვარით გარდ მოხსნეს, წაგრაგნეს, ტილოში წახვიესო, დამარხეს. მკვდარსაც არ ენდვენ, გარს მცველნი შემოხვიესო. ქმნა სულგრძელობა მათზედა და დასთმე შენ ჩვენთვის ესო. დიდება მოთმინებასა შენსა უფალო იესო. ქმენ სულგრძელობა მათზედა და დასთმე შენ ჩვენთვის ესო. დიდება მოთმინებასა შენსა უფალო იესო. დიდება მოთმინებასა შენსა უფალო იესო. დავით გურამიშვილი, დავითიანი, ტირილი ღვთისმშობლისა. ოდესი ხილა მშობელმა ძე თვისი ღვთისაცხებული. ეკლის გვირგვინით მოსილი, შიშველი, გაკიცხებული, ჯვარზე და ხელფეხ მიკრული, გვერდსა ლახვარიც ხებული. ათრთოლდა, ზარით დაეცა გახდა ვით დამარცხებული. ვაიმე თვალთა ნათელო, სხიომის მზეთა მზისაო. სახით ვით ნორჩო, ნაყოფით ძირკეთილ, შრტოვ ვაზისაო. გამარკვეველო, გამწმენდო, მნათობნო, ბნელის გზისაო. შენი ყავ ჩემი გამღები, სამოთხის კართ რაზისაო. რა ესმა დედის ტირილი ძეს, მიკრულს ჯვარსა ზედაო. შაემუღაბნა მშობელი და მისკენ გადმოხედაო. გამოეძრახა, უბრძანა, ეჰა, ნუ მტირი დედაო. მე წავალ შენ ჩემ სანაცლოდ, იონე ყვამდეს ძედაო. რა გაიგონა დედამ ახბატკბილი თავის ძისაო. მოხსენდა მის ძის ხელთჭერა, ძუძუთ წოება ზისაო. სხვერპლად ისაკის სანაცლოდ, მოვლენა ცით ვერძისაო. მით მისმან კერძმან, ლახვარმან ჭრა, უფრო მიხკერძისაო. გამწოებული იტყოდა ღაწვთა სისხლითა მღებარე. არ ვიყავ მამაკაცისა,
ხურვალებისა ხებარე ვით გალს უთესლოდ უცხო ხე ებას ნაყოფის მღებარე ეგრეთ შენ მე ბნელს ნათელო აწვით მიშრტები მთებარე ძეო შენს თავს ამნატრიდან ყოველთა ძეთა დედები ბედნიერობას მიქებდნენ მოსწონდათ ჩემი ბედები აც ჩემის ბრალით იწვიან დღეს შენი შემომხედები ხელფეხ დაგრჭმია ლურსმანი ლახვრით დაგჭრია გვერდები ვაიმე ლახვარ სობილსა და გულსა დანავლებულსა შენის წყლურების ცეცხლითა დაგულსა დანავლებულსა შენს უკან წუთის სოფლითგან გულკვნესით ხან წარებულსა ძეო მეტკბობის სიკვდილი სიცოცხლე გამწარებულსა ღვთისმშობელმან რქვა იწამეთ ვინცით გვიწვიმა მანანა ქვეყნად უმამოდ ქალწულსა ძე მარწებინა მანანა პაპად ბებიად ითნია იოკიმე და მან ანა შესანდობელად ყოველთა მით ცოდვა თქვენი მანანა არ დაიჯერეს არ აქნეს სარწმუნო დასაჯერები დაყრუდნენ ბრმანი შეიქმნენ საქმე ქნეს გასასტერები თუმცა იყვნენ ხუცეს ბერები მათაც კარგი ქნეს ვერები დამცირდნენ მადლით მოყვრები ცოდვით გამრავლდნენ მტერები დაჯაბდნენ გულად მამაცნი მძლეთა მებრძოლნი მძლეველნი ნებით შეიქნენ უბრძოლად თავისა მტერთა მძლეველნი ციხე განუღეს შეუშვეს დამკცევი დამამძლეველნი მტერი სამკვიდროდ მომშლელნი ტრფიალთა წამართმეველნი შეიქმნა დიდი მტერობა თქმა ერთმანეთის ძვირისა ამპარტავნობა და შური ურცხვად გატეხა პირისა ავაზაკობა ქურდობა გზებზე დასხდომა მზირისა ტყვეობა მოკლა ტაცება ქრივთა ობოლთა წირისა დავით გურამიშვილი დავითიანი საწყაულის მოწყვა ღვთისაგან ქორონიკონს ქრისტეს აქეთ 1721-სა ცოდვა მათი უმეტესად ესმა მოეხსენა ღმერთსა აღმოსავლით მტერი აღძრა მოუწოდა კვლავ სამხრეთსა ღმერთმან მტერსა მოუვლინოს რაც ქართლს უყვეს ან კახეთსა ქართლის ჭირსა ვერვინ მოსთვლის თუ არ ბრძენი ენა მჭევრი იფქლი ღვარძლად გარდაიქცა ზედ მობრუნდა ცეცხლის კევრი ერთმან მტερμან 10 მაცას ცის ორმან წარიქციეს ბევრი ცირედ დარჩა ცოდვისაგან კაცი ღვთისგან შენაწევრი თურქი სპარსი ლეკი ოსი ჩერქეზ ღლიღვი დიდო ქისტი სრულად ქართლის მტერნი იყვნენ ყველა მწაკრა თვითო ქიშტი მერმე შინათ აიშალნენ ძმამ მოუდვა ძმას აყისტი თავის თავსა ხმალი იცეს გულთა მოიხვერდრეს ხიშტი ვით მამალი სხვის მამალსა დამტერდეს და წაეკიდოს მას ცემოს და თვითიცემოს დაქოჩროს და დაეკიდოს რა ორნივე დაღალული ძაღლმა ნახოს პირი ჰკიდოს
ეგრეთ ქართლი და კახეთი დარჩა თურქთა ლეკთა დიდოს. აწრომ ავი არ ვაძაგო, კარგი როგორ უნდა ვაქო.ავს თუ ავი არ უწოდო, კარგ სახელად რა დავარქვო. კარგს კაც ვით არ დაუკარგო, რაც რამ სიკარკაცი აქო.ავს კაც კარგით ვით უძებნო, ორმოს ჩამსვა თავს დამარქო. მართალს ვიტყვი, შევიქნებით ყვილისა მოამბერად. ვერას უქებს საძაგელთა, უფერულთა პირსაფერად. მე თუ გინდა თავიც მომჭრან, მტანი გახდეს გასაბერად. ვინც არ აღგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად. მართალია მძრახვერ ძრახნა თვით კი ავად მოუხდების, მაგრამ ფარვა სიავისა ქვეყანას არ მოუხდების. წამხდენელთა და მბაძველთა კიდევ სხვაც რამ წაუხდების. ძრახვა ვეჟობს საძრახავთა, ძრახვას კაცი მოუფრთხვების. მე კი ვფარავ, მაგრამ ჩემი სადკივარი არ აფარავს. მეტად მწარედ გული მტკივა, მაჟრჟოლებს და ტანში მზარავს. ვერ მოვითმენ, რომ არ დავგმო აღმა მხნელსა, დაღმა მბარავს. ჩემი ცოდვამც მისცემია ჩემს ამამ მთხრელს, ამამ მზარავს. კახელების აღმა ხნული, ქართველებმა დაღმა ფარცხეს. უწინდელი გათხუნვილი დარჩა კაბდო, აღარ გარცხეს. ძმამ ძმას სახრე გარდუჭირა, მტერთ კობალი თავში დასცხეს. ორნივ ერთად შეხრიკულნი დასცეს ქვეყნად, დაანარცხეს. უკუღმართად ხმნა და ფარცხვამ ეს ნაყოფი გამოიყო. მოგვითხარა ქართ კახეთი, ძირფესვიან ამოიღო. თარჯ თომრიან ჯიღოანი გაგვიხატა, ქმნა უჯიღო. ხამს გიტყებდე მეფის ბიღით, ვარსამისა სავსე მჯიღო. დავით გურამიშვილი დავითიანი შველა ღვთისაგან დავითისა ტყვეობიდან გამოსვლას არუსეთში. დაღამდა სხვა დღე გათენდა, არ ვინჩნდა ჩემი მდევარი. დილაზე ადრე წარმოვსდეკ უძილო ღამის მთევარი. წამოვალ გზაზე დუფალმა მიბოძა საზდომ დღევარი, ორი კიტრი და საზამთროს ნაჭერი მე ნახევარი. საზამთროს სიცხით დამჭნარი ხელში მეჩვენა მეცხლადა, წყალი ახლოს მხვდა მდინარე ვიკაკვე გასარეცხლადა. კიტრი უბიდან დამცვივდა, გულზე დამედვა ცეცხლადა, რომ მომეყიდა მიღირდა ასოქროდ 1000 ვერცხლადა. წყალმა წაიღო მივდივე, ვეცადე ვერ დავიჭირე. ბეწვი წყდა მისის დევნითა, მეც წყალში არ დავიძირე. ღვთისაგან გულსა შემაკლდა ვაყვედრე ასე ვიტირე, თუ მომეც რაღაც წამართვი, აწასე რად გავიწირე. შენის წყალობით იზდების ყოველი დაბადებული, აწმე შევქნილ რასათვის, მე შენგნით გარდაგებული. თუ არ გინდოდა ჩემთვინა, რად დამხვდა გამზადებული. თუ არა რისთვის წამართვის საზდო უბეში დებული. მერმე რა მოვალ გონებას, მასვე დაუწყე ვედრება. შემინდვა ესე ვითარი უმეცრებითა ყვედრება. რავი მიყო დაგითმო, აწიმას რა შეედრება. მაგრამ ასე მშიერსა ალძამნიც გზად დედრება. თავს დაგვე უთხარ შიმშილი დრაგული დაგიყმედია, მარხულობა და სასჯელი გონების გასანწმენდია. მემთვრალითათვის მასთურნი, მახეთა დაარწყმენდია. ნებიერობა ხორცისა სულისა წარსაწყმედია. მოვდიოდი და ვსტიროდი, მოვსთქვამდი ჩემსა ზიანსა. ღვთის საბოდიშო სიტყვებსა ვიტყოდი თავაზიანსა. უეცრად ალაგს მოაგდე ტურფასა ლამაზიანსა. მსხმოიარესა ბაღნარსა ატმიანს და ვაზიანსა. დავღუნე თავი უკუს ძვერ, ვაზნარსა შინა ბურვილსა. აღმოვირეხვე ყურნძნითა მორჩი შიმშილსა მწყურულსა. მაგრამ ღვთისაკენ რცხვენოდა მე ცოდვით პირშემურვილსა. ვეტყოდი რად არ მივენდევ შენი საყვარლის სურვილსა. კიტრი მომეცდა წამართვი, ვერ მოვითმინე თმენითა. შევწუხდი მასზე გაყვედრე, გწოდე პირითა, ენითა. შენ ღმერთმან იგი დამითმე სულ გრძელობითა შენითა. აც უმჯობესიც მომაგე პილპილად სავსე ტენითა. რით გარდუიხადო მე ღმერთო ეგევით არის ვალობა,
რაც შენ მომაგეს სავსებით ურიცხვი შენი წყალობა, უწურთნელ ვარ, არა ვიცი რა, დავითის ფსალმუნთ გალობა, გთხოვ უმეცარსა შემინდო, ჩემი ცოდვა და ბრალობა. დავით გურამიშვილი, ზუბოვკა. ზუბოვკიდან მომავალმა ნახე ერთი ქალი, მეტა ტურფამ შვენიერი მაზე დამრჩა თვალი. შავ თვალწარბას პირად თეთრსა ასხდა შავი ხალი, მისმა ნეშხმა დაცამლეწა შემიმუსრა ძვალი. კითხე მზეო სიდან მოხვალ, სათხარ წამავალი, გეაჯები მაცოდნინე, შენი გზა და კვალი, შენთვის გული ქვად გარდმექცა გახდა ვით კლდე სალი, მასხი წყალი დამიშრიტე მე შენი მწვავსალი. ხმა გამომცა გაგულისთა სიტყვა მითხრა ავი, ავო კაცო ვით გაბედე შენმე თხოვე თავი, ბულბულთ ნაცვლად ვარდ კოკობმა, რად დაგისვა ყვავი, მით ავსტირდით სრემლივ ღვარე ზღვათა შესართავი. ასე მითხრა, ჩაომეხსენ, გამეცალე მარი, არ მინდიხარ, არ მიყვარხარ, სხვა ყმავს, კარგი მყვარი, შენგან თვალოთ უკეთესი ვაჟი კაცი ქმარი, რა ეს მესმა ჯავრით ცხვირსა წამედინა ძმარი. მითხრა, შენ გნით, თუმცა მსმია სიტყვა მაგის მეტი, აიღო და დამიშნა თავში დიდი კეტი, დავრეცრეცთი, გარდავიქეც, დამეხვია რეტი, შავე ბრალდი თავს დამადგავ, ვით ბნელს ნათლის სვეტი. რა მოbrunდი დაიხარა, ხელს მომკიდა ხელი, ამაყენა ასე მითხრა, რაც შექმნილ ხარ ხელი, მე მიუთხარ შენთვის გავხდი ასე ჭკვაზე თხელი, შენ რომ წუნობ მით მედების გულსა ცეცხლიც ხელი. მერმედ კვილად დამიყოვა, კიდეც გამიცინა, ასე მითხრა აქ ნუსხედვარ, გნახოს არავინა, ახლა უდგეთ ჩვენ წავიდეთ, თავისთვის შინა, კლავს სადამი ამოვივლი, მე დაგხვდები წინა. სად წავიდა, ვერავ ნახე ჩემი საყვარელი, მან დამიგდო საიმედო სიტყვა სახარელი, მე მის მონაცნულს ამხთია მისგან საფარველი, სად მიჭირდეს მამეშველო სხვას აღარას ველი. დამპირდა თქვა კიდევ მოვალ, აწმე იმას ველი, მისთვის ვტირი, ცრემლითა მაქვს უბე კალთა სველი, სიკვდილის დროს მე მისმეტი, არ ვინამყამ შველი, მან გამიღო სამყოფისა კარი შესასვლელი. იმ ჩემისა საყვარლისა სამსახური მსურსა, აჰა მისთვის გამიჯნურდა გული მისთვის ხურსა, იმედი მაქვს რასაც ვთხოვ, მომცემს არა შურსა, უკვდავების წყალს მიბოძებს ცხოვრებისა პურსა. ღვთისგან ვითხოვ არ გამყაროს, მე მის სიყვარულსა, სხვას უკეთეს ვის ვიშოვნი, სილამაზით სრულსა, ჩემი სიყვარულისათვის ცემეს ხელშეკრულსა, სახით ხედავ ჩემთვის მკვდარსა, სისხლით გაბასრულსა. აც შენ ჩემო საყვარელო იმყოფების სადა, ქვეყნად შენგან უკეთესი მე არავინ მყვანდა, ქვესკნელსა ვარ ვერაკ ხედავ მეგულვებით სადა, გეაჯები ნუ გამწირავ წამიყვანე მანდა, ქვესკნელსა ვარ ვერაკ ხედავ მეგულვებით სადა, გეაჯები ნუ გამწირავ წამიყვანე მანდა, გეაჯები ნუ გამწირავ წამიყვანე მანდა. დავით გურამიშვილი, დავითიანი, ოდეს დატყვევებულმა ურჯულოს ქვეყანას საყვარლის სახე და სურათი ვეღარ ნახა, იმისი მოთქმა დავითისაგან. სახით სიტყვა მშვენიერო, სხიო, მზეთა მზის სახეო, ვეძებე და შენი მსგავსი, მე აქ ვერ სადავ ნახეო, გეაჯები ნუ გამწირავ მოკვდე, შენ კერძ დამმარხეო, ჯოჯოხეთს ნუ ჩამაგდებ, მიწყალობე სამოთხეო. ვამე ჩემო საესაო, ტკბილო ცხოვრებისა წყარო, გავეყარე შენ სახესა, ვათუ ვეღარ შავეყარო, ათ შენ ეკთხო, შენ შემყარო, ვინც გარდასთენ ცასამყარო, მასაც გვედრებ, ვინც გამყარა, მისი ჯავრიც ამამყარო. საყვარელო, სახით თქმულო, უსასყიდლო მარგალიტო, ვის გადარო ჩემთვის მკვდარო, მზეთამზის მაგალითო, გევედრები შემიბრალო, თავს მომჭრიან მან გალითო, ოდეს სული ამომგლიჯონ, შენკე მისცი მან განითო. ტანჯონს თმეო, აწვით დაგთმო, ვით უმანკო, ტრედო, გრიტო, შენ შარბათი ვით დაგღვარო და ძიმწარის წვენი ხრიტო, ნელსავ ძივარ გეაჯები, სასინათლო ამიხრიტო, ამოვზრე და გამოვიქცე, მოვიდე და შენ აგჭრიტო. შენ იესო, წყემსო ჩვენო, ჩვენთვის სისხლის დამანთხეო, ვით ცხოვარი ვარ წმედილი, ნუ დამკარგავ მომნახეო, ჩემზე თხეც და უხილავთან უმოუშვებ შერისხეო, მარცხნივ თიკანთ გამარიდე, მარჯნივ კრავთან შემრაცხეო. სამკურნალოს ცხვარცხებულო, სნეულ წყულების შემხვეო, სნეულება განმიკურნე, მოსალბუნი მომაცხეო, გამაგონე ხმა საყვირთა, ამოიღე ხმა მჭახეო, ვით ლაზარეს დამარხულსა, აღდეკ თავსა დამძახეო. ჩვენ ცხოვართა მწყემსის კვერთხო, ძელო ცხოვრებისა ხეო, შენზე მულით შეიმუსრის ჩემი წაწმედის მახეო, შენ შთილით ქვეშ დავждომილვარ ჩემო სამოთხის დამარხეო, განმაშორე მავნეთაგან ავსა ნურას შემავთხვეო. ბესი გაბაშვილი, ტანო ტატანო, ტანო ტატანო, გულწამტანო, უცხოდ მარებო, ზილფო კავებო, მომკლავებო, ვერსაკარებო, წარბ წამწამ თვალნო, მისათვალნო, შემაზარებო,
ზოწლალ ბაგეო დამდაგეო სულთ წამარებო პირო მთვარეო მომიგონე მზისა დარებო თვალთა ნარგისი დამდაგისი შეგშვენის მწველად ყელსა ბროლებსა უტოლებსა გველი ყვა მსველად გვეხსნეს ხალები მაკრძალები ამარტის ველად ნარინჯნი ორნი ტოლნის წორნი მიქმობდნენ ხელად მიწევდნენ შენად შესამკობად დამამწარებო ალვაო გეხსნეს ორნი ნორჩნი მოსარხეველნი კლავნი მომკლავნი თითნი თლილნი მოსახვეველნი ზარიფსა წელსა დაეკვირნეს ქვეყანად მლელნი ოდეს გნახვიდი შევიმატნი 1000 წელნი აც დამლევიან ყოვნი დღენი უცხოდ ვარებო ბაგემდურიად გიალერსე ბაგეო ვარდო თვალთა ხსურიან ხილვა შენი კეკელა მარტო გულსას წყურიან დამაშრალსა რა შეგაფარდო თუცა შენ დაგთმო ვიღავ პოვო სად გავიზარდო უშენოდ ხილვა არ ვისიმსურს შევიზარებო შენმა გონებამ მიმამსგავსა მილეულს მთვარეს სიცოცხლის ნაცვლად მოვინატრი სიკვდილსა მწარეს მოდით მიჯნურმო შემიბრალეთ მოვლნეთ ჩემს არეს მკვდარი მიჯნური დამიტირეთ დამფალთ სამარეს ვაი სიცოცხლეო უკუღმართო დანაცარებ